მე გავთხოვდი, მე გამოვთხოვდი. არ ვიცოდი, შემიყვარდა თუ არ ამიტომ უცოლოდ დავრჩი. რო გავტესტეთ, რომ ყველაფერი ოკეი იყო, დავიწყეთ ერთად ცხოვრება. ჩემ ასაკში ნამდვილი სიყვარული არარეალურია. პირველი სიყვარული რომ გაიხსენოთ. მე მგონი მე-7 კლასში ვიყავი და კარგად არ ვიცნობდი. მაგრამ როგორც ტიპი ძალიან დამევაცა, მომეწონა როგორი ადამიანიც ვარ მე. მომეწონა როგორი ადამიანიც იყო. იმას უნდა დაჩაწერო. მე ძალიან მიყვარხართ ვაფშე ყველა და აი პროსტა ორ სიტყვას ვიტყვი რა, აი საქართველოს მოსახლეობას ყველას პატრიოტებს, ვინც თავის ოჯახს და თავის მიწა-წყალს აფასებს. პირველი სიყვარული რომ გაიხსენოთ. პირველი ბაღი ითვლება თუ უფრო სერიოზული ისეთი ნამდვილი სიყვარული. პირველი ნამდვილი სიყვარული. ემოციური. კი ბატონო. 3 წელიწადნახევრის წინ. და როგორ გაიცანით ერთმანეთი? Tinder-ზე და დაიწყო ყველაფერი ჩხუბით. ხატვარი იყო, მეც ხატვარი, ოღონდ მე დიჯიტალი, ის რა თქმა უნდა ფუნჯებით, საღებავებით და რაღაცებით და თურმე მე არ ვაფასებდი მაგის დახატულ შრომას და მე უფრო მარტივად ვაკეთებ და მაგაზე ვიჩხუბოთ. 3 დღე აღარ მწერდა, მე ისე მომწერა. მე რაღაცები წავიდა. მე დეპრესიები, სტრესები, როგორც ხდება ხოლმე, ემოციური საქანელები აქეთ-იქეთ რაღაცა, მე დავუშალეთ. მე ჩემი მეუღლე აღმოჩინა. რომელიც ამასთან მარიგებდა, მაგრამ არ გამოვიდა და მოკლედ ესე თქვენი და თქვენი მეუღლის ისტორია როგორ დაიწყო? ჩემი და ჩემი მეუღლის ისტორია. ისევ Tinder-ზე გავიცანი. ოღონდ ცხოვრობდა თელავში. მოკლედ, წავედი თელავში ერთვენია დღეს, რაღაცა ერთვიანი მიმოწერის შემდეგ. მახსოვს ფული არ მედო, მარტო გზის, ვალი ქონდა ჩემ თანამშრომელს ჩემი, რომელიც იმ დღეს უნდა დაებრუნებინა, მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც ხდება, არ დააბრუნა. მე ვითომ ლომბარდებში დარბოდა რაღაცა აქეთ-იქით. საბოლოო ჯამში ჩავედით, შვენიერი დრო გავატარეთ, საღამოს 7 საათი იყო, გაბრუნდა სახლში. მე იმის იმედით, რომ შემდეგ დღესაც გამოვიდოდა ჩემს სანახავად, ანუ ვისეირნებით თან რაღაც აქეთ-იქით, დავრჩით თელავში. უფულოდ ჭერის გარეშე, ნუ კარის რაღაც ფანჯარა და რაღაცების გარეშე, სკამზე. გავათენე, იქ მე ბიჭები მოვიდნენ, პოლიციაც მოვიდა, რამე დახმარება ხო გჭირდება ესე ისო, მე მიმეძინა როგორც იქნა, მე ვიღაცა დებილები მოვიდნენ, დინამიკით მუსიკა ჩამირთეს, გაიქცნენ, მოკლედ გათენდა, გავიღვიძე რაღაცა ისესა და მოკლედ ეს ჩემი უკვე მეუღლე, რომელიც მაშინ შეყვარებული იყო, წერს რომ ვერ მოდის და ტყუილად გავათენე ღამე. წამოვედი ამის, მე გავიდა რაღაცა დრო და ნუ რო გავტესტეთ, რომ ყველაფერი ოკეი იყო, დავიწყეთ ერთად ცხოვრება. გაცნობიდან რამდენ ხანში დაიწყეთ ერთად ცხოვრება? გასატესტად, თანაცხოვრება როგორი იქნებოდა. და როგორ გამართ? რატომაც არა? შემდეგ ოფიციალურად დაქორწინდით? არა, რატო? ოფიციალურობები არ მიყვარს. ერთმანეთთან თავარია ვიყოთ და იმის იქით ფორმალობებს რა მნიშვნელობა აქვს? აი მიმართეთ თქვენს მეუღლეს კამერაში რა მეუთხარით? ვიცი რომ გაბრაზებ, შენც მაბრაზებ, მაგრამ მე უფრო. მაგრამ თუ გაბრაზებ, ზოგადად მაინც სიყვარული მიდევს გულში და მე ვცდილობ გამოსწორებას. ნუ ცუდად ვასწორებ ხოლმე, მაგრამ მაინც. პირველი სიყვარული რომ გაიხსენეთ? აღარ მახსოვს რა. დიდი ხნის წინ იყო? შეიძლება ბავშვობიდან, რავი, საბავშვობაში. არა, უფრო ისეთი სერიოზული სიყვარული. აი ნამდვილად როცა მიხვდით რომ გიყვარდათ საბავშვობაში, ალბათ ბავშვური იყო. იცით რა, ჩემი უბედურება იმაშია, რომ არ ვიცოდი, შემიყვარდა თუ არ ამიტომ უცოლოდ დავრჩი. თქვენი აზრით ახსოვ ხართ იმ ადამიანს, ვინც პირველად გიყვარდათ? ალბათ ვემახსოვრები. და ეხლა რა სეტყოდით? არ მიყვარს და ვემახსოვრები, აბა რა ეხლა. რა სეტყოდით ახლა? რა სეტყოდი? აი, ყველაზე უფრო მეტად ნანობ რომ ვინც მე მყავდა გოგოები, ყველა ძალიან კარგები ყოფილან. მაშინ არ ვაფასებდი. და ეხლა აი ამ ესე იგი დრო გავიდა. აი, არც ერთი არ მახსოვდება ცუდად რა. ყველა ესე იგი განსაკუთრებით კარგები იყვნენ. ყველა დაქორწინებულია? კი, აუ, ჩემს მერე თუ ვინმე ნათესავი გყავთ, მომიგზავნეთ და ეგრევე გაგთხოვდება კარგად. ყველა ძალიან მაგრად ისინი არიან. მადლობა წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. კაი გულიყა, რა კაი კორესპონდენტი. ხანდახან ისე სიცრულელეს გეკითხებიან და მე პასუხობ და თუნდაც სხვა რამე უნდათ და და თქვენ კიდე რა მაკარი გულიყა. პირველი სიყვარული რომ გაიხსენოთ? უი. პირველი სიყვარული ჩემი ქმარი იყო, რომელსაც დავშორდი მე. და როგორ გაიცანით ერთმანეთი? როგორ გავიცანით და ონლაინ სივრცეში გავიცანით ერთმანეთი, მე შევხვდით და ესე აიწყო ყველაფერი. მე გავთხოვდი, მე გამოვთხოვდი. მალე დაშორდით? 5 წლის მერე.
კაი ხანი ვიყავით ერთად. ესე იგი ზოგჯერ ამართლებს ონლაინ სივრცეში გაცნობა. ამართლებს. ეხლა ძალიან კარგი მეგობრები ვართ. უბრალოდ აი აღარ გამოვიდა ურთიერთობა, თორე ძალიან კარგი პიროვნებაა და ძალიან კარგი ადამიანი, რა ვიცი. დღემდე იდეალური ურთიერთობა გვაქვს. შეგიძლიათ კამერაში მიმართოთ და რამე უთხრათ. რა იმედია სამსახურს მალე იშოვი და წარმატებებს გისურვებ. პირველი სიყვარული რომ გაიხსენოთ. პირველი სიყვარული. აუ. სიყვარულში რა იგულისხმება? სიყვარული ქალვაჟური გოგო როცა შეგიყვარდათ პირველად. სიყვარული. არ მქონია ალბათ. არც ბაღში, არც სკოლაში. ჩემ ასაკში ნამდვილი სიყვარული არარეალურია. რამდენი წელი? 19.